ადგილამ მშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. დღეს 9 მაისია და ამ თარიღთან დაკავშირებით ყველას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს, იმიტომ რომ ეს არ არის ერთი კალენდარული თარიღი მონიშნული. ამა თუ იმ გამოცემაში ეს არის მოვლენა, რომელმაც შეცვალა კაცობრიობის განვითარება. ისევე როგორც ყველა იმ მოვლენამ, რომელიც 9 მაისს წინ უძღოდა და ყველა იმ მოვლენამ, რომელიც 9 მაისს შედეგად მოჰყვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ეს თარიღი, იმიტომ რომ რასაკვირველია, ჩვენ შეგვიძლია ბევრი ვისაუბროთ სამამულო ომი ვახსენოთ თუ მეორე მსოფლიო ომი, როგორ წარმოვაჩინოთ ამ ომის მნიშვნელობა სხვადასხვა წახნაგით. ფაქტი ერთია, რომ კაცობრიობა იბრძოდა ფაშიზმის წინააღმდეგ და ფაშიზმი დამარცხდა. როდესაც საუბრობთ ჩვენი ქვეყნისათვის რატომ იყო ეს ასე მნიშვნელოვანი. რასაკვირველია, ყველა ქვეყანამ გაიღო თავისი წილი მსხვერპლი. ყველა ქვეყანამ დაკარგა თავისი შვილები, მაგრამ როდესაც დათვალეს, რომელი ქვეყნის მოსახლეობის წილი იყო განსაკუთრებით ბევრი დაღუპული საომარ მოქმედებებში, აღმოჩნდა, რომ საქართველოს მსხვერპლი იყო უდიდესი და ძალიან მაღალი იყო პროცენტი მოსახლეობისა, რომელიც ომში დაიღუპა, ბრძოლის ველზე დაიკარგა ზოგი usახელოდ, აი ასეთი ადამიანების რიცხვი მოსახლეობის საერთო რაოდენობასთან მიმართებაში აღმოჩნდა კრიტიკულად მაღალი სწორედ საქართველოსთვის. და როდესაც ჩვენ ვამბობთ ბრძოლაზე, როდესაც ჩვენ ვამბობთ ომზე, ჩვენ ყოველთვის ძალიან კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი ომი არაერთ ბრძოლას გულისხმობს. ბრძოლას მარცხით, ბრძოლას გამარჯვებით, საბოლოო ჯამში იმისთვის, რომ ომი მოვიგოთ და სიცოცხლემ გაიმარჯვოს. ნებისმიერი ომი ეს არის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული და ამიტომ ნებისმიერი დაპირისპირება სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულია, იქნება ეს ფაშიზმის წინააღმდეგ თუ ნებისმიერი ბოროტი იდეის წინააღმდეგ, რომელიც საბოლოო ჯამში მიზანს ისახავს, რომ გაიმარჯვოს სიკეთემ. და დღევანდელი თარიღი ჩვენთვის, ქვეყნისათვის, რომელმაც ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო ამ გამარჯვებისათვის, მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ჩვენ გვეგონა, რომ დადგა ნანატრი მშვიდობა. თუმცა საქართველოს ისტორია, უახლესი ისტორია ადასტურებს იმას, რომ მშვიდობა ძალიან შორს არის და რომ ომში საბოლოო გამარჯვებისათვის ჩვენ პატარა და მცირე ბრძოლებთან ერთად დიდი ბრძოლებიც უნდა მოვიკოთ. და ასეთ შემთხვევაში ნებისმიერ თაობას ახსენდება ალბათ, როგორ გვეუბნებოდნენ მაგალითად ბებია ბაბუები, თქვენ არ გინახავთ ომი, თქვენ არ გინახავთ გაჭირვება. მაგრამ მოხდა ისე, რომ ჩვენ ეს ყველაფერი ვნახეთ და არაერთხელ ვნახეთ, ამიტომ ვინ არის დღეს საქართველოში ომის თაობა? ადამიანები, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომი გაიარეს, ადამიანები, რომლებმაც 90-იანი წლები გაიარეს, აფხაზეთის და ცხინვალის საომარი მოქმედებები გაიარეს, ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ ბრძოლაში და ომში არიან ჩართულები. ამიტომ გამოდის, რომ ყველანი ომის თაობის წარმომადგენლები ვართ და ვიდრე უშუალოდ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ზოგიერთ საკითხზე ვისაუბრებთ ჩვენი გადაცემის სხვადასხვა ბლოკის შესაბამისად, აუცილებლად უნდა გაგახსენოთ, რომ ჩვენს გადაცემას სწორედ ამიტომ აქვს რუბრიკა ომის თაობა. ომის თაობა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადამიანის ჯანმრთელობა არის მისი სრული ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობა და რომ ომი ამ კეთილდღეობის წინააღმდეგია ყოველთვის. ომის თაობა, კოლაჟი, რომელიც ქრისტი შანავამ საკუთარი ისტორიების მიხედვით, ანუ მის მიერ სხვადასხვა დროს მომზადებული სიუჟეტების შესაბამისად მოამზადა. არის კარგი. ომი არის ცუდი. ომში არის სისხლის სიკვდილი, დაჭრილების ხმა. ცუდია ომი.
დღეს აი როცა ომზე არის საუბარი, პირველ რიგში მახსენდება სახლი და აფხაზეთი. ამ დროს ყველაზე მეტად მერთვება ალბათ ჩემი ასაკიდან გამომდინარე ახალგაზრდების თემა, იქ მცხოვრები ახალგაზრდების თემა, აქ ჩემი თაობის და ჩემნაირი ახალგაზრდები, რომ რაღაცნაირად დაუკავშირდეთ ერთმანეთს და ჩვენს შორის უფრო მეტი ინტერაქცია მოხდეს. უკვე ოცნებად იქცა, რომ არა მარტო აქ ვასწავლოთ, არამედ იქაც მინდა აფხაზეთშიც რო ვასწავლოთ, თუნდაც გალში, ან სოფლებში, სკოლებშიც დიდი სიამოვნებით ვასწავლი და იქაც ჭირდება ხალხს, ამიტომ ძალიან მინდა რომ ეს გამომივიდეს და სავარაუდოდ გამომივაკიდეთ. ახალგაზრდებთან მუშაობა ძალიან მიყვარს. უფრო მეტად ვიდრე პედაგოგებთან. ყველაზე სკრუპულოზური ასაკი არის 30-დან 40 წლამდე ასაკის მასწავლებლები. იმის გახსენება არ უნდათ, რაც ომის დროს მოხდა. ახლის შემეცნება უჭირთ. ისტორიას არ ეცნობიან. იმიტომ რომ ეს მაგათთვის არის ცუდის გახსენება. წმენა მაქვს, რომ აუცილებლად დაუბრუნდებით. მაშინ ვიქნები ყველაზე ბედნიერი, აი ყველაზე ბედნიერი. იმით ვიქნები ბედნიერი, რომ თუ ახალ გორში დაუბრუნდი, ეს მის ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა არის უფრო ძლიერი და რომ რაღაცნაირად ნელ-ნელა წინ მიდის ყველაფერი. როდესაც ომზე და ომის თაობაზე ვსაუბრობთ, შევთანხმდით, რომ თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ამ თემასთან ბმა, მაგრამ დღევანდელ თარიღს როგორ უნდა შეეხმიანოს ექიმი, როგორ უნდა დავგეგმოთ საუბარი ისე, რომ ერთი მხრივ თავარი სათქმელი არ დაგვავიწყდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი პატივისცემა, კრძალვა, მადლიერება ომგამოვლილი ადამიანების მიმართ და მეორე მხრივ დავფიქრდეთ იმაზე, რა იცვლება თაობიდან თაობაში და რატომ არის მნიშვნელოვანი მამებისა და შვილების ურთიერთობის გააზრება, თუნდაც ომის კონტექსტში. და როდესაც ამ თემაზე ვფიქრობდი, როგორ უნდა დავიწყოთ საუბარი, სწორედ ექიმების თვალთახედვით მე გამახსენდა ჩემი სტუდენტობის ერთი ისტორია, როდესაც მაგალითად თითოეულ ჩვენგანს, ჩვენი თაობის ყველა ექიმს და შემდგომი თაობის ექიმებსაც ხელთ ჰქონდათ სახელმძღვანელო, ქირურგიის სახელმძღვანელო, რომელსაც დიდი ასოებით ეწერა ავტორი პროფესორი გიორგი ბოჭორიშვილი და თვალწინ დამიდგა ჩვენი პროფესორი, რომელიც აუდიტორიაში შემოდიოდა, მას სიარული უჭირდა და აი ამ ისტორიის მიღმა იყო ძალიან დიდი თავგადასავალი, რომლის დეტალები მე მაშინ არ ვიცოდი, თუმცა დღეს მაქვს საშუალება, რომ ეს დეტალები თქვენც გაგიზიაროთ და გაგიზიაროთ სწორედ იმის გამო, რომ არსებობს ომის მიუხედავად მამების და შვილების ტრადიცია ჩვენი პროფესიის შიგნით და დღევანდელი ჩვენი გადაცემის პირველი ბლოკის სტუმრები არიან ბოჭორიშვილები, ბატონი გიორგი ბოჭორიშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, უროლოგი, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ და ალექსანდრე სანდრო ბოჭორიშვილი, უროლოგი, მედიცინის დოქტორი. დილამშვიდობისა ბატონებო. ტრადიციულად ჩვენ სხვადასხვა დაავადებაზე და პრობლემაზე ვსაუბრობთ ხოლმე, თუმცა დღევანდელი შეკრება არის ჩვენი განსხვავებული, იმიტომ რომ მე ვახსენე ბატონი გიორგი, ვახსენე ისტორია, რომელიც ბევრ სტუდენტს ჩვენს უნივერსიტეტში ახსოვს, მისი ლექციები, მისი, ასე ვთქვათ, სურათხატი თვალწინ გვიდგას, მისი წიგნები, რომელიც დღემდე არის, რომლებიც ჩვენს ბიბლიოთეკებშია და ჩვენს საოჯახო ბიბლიოთეკებში და ჩვენი სამაგიდო წიგნებია, მაგრამ ბევრმა ჩვენგანმა არ ვიცოდით ეს დეტალები და რაც თავარია შეიძლება საზოგადოებამაც არ იცის, რომ ბატონი გიორგი როგორც ძალიან ღვაწლმოსილი ქირურგი თავის გზას თურმე იწყებს ომთან ერთად და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბატონ გოგი, თქვენ როგორც შვილმა რა იცით ამის შესახებ და რატომ მოხდა რომ მისი ქირურგიული, ასე ვთქვათ, პროფესიული გზა და ომის ბიოგრაფია ასე მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან? დილამშვიდობის მოგესალმებით, მადლობელი ვართ მოწვევისთვის, ძალიან მიყვარს თქვენი გადაცემა, იცით თქვენ ეს. დიახ და ძალიან ვაფასებთ ამას. მამასთან დაკავშირებით მე შემიძლია გავიხსენო ახლა რაღაც დეტალები, მას საერთოდ არ უყვარდა ამ თემაზე საუბარი. 19 წელს დაიბადა 1919 წელს ტებილში. 24 წელს მამისი შეეწირა რეპრესიებს.
ამიტომ ფაქტობრივად 5 წლის ასაკში, 6 წლის ასაკში დაობლდა. და როგორც ხალხის დღის ოჯახის შვილი სკოლაში წარიღებდნენ. ეხლა დღეს ბევრი ყელყელაობს ისეთი ადამიანი, რომელიც 24 წლის აი ამ გამოსვლების ჩამხშობების შვილების თაობაა. და კიდევ რაღაც პრეტენზიები აქვს და რაღაცეები და ძალიან განიცდიდა ამას, მამაჩემი, როცა ხედავდა ამ ხალხის იმას. ხალხის მტრის შვილად შერაცხას, რასაკვირველია. ხალხის მტრის შვილად შერაცხეს ის და ვინც შერაცხა, იმათი თაობა ვთქვათ, ზეობდა. და დღესაც ზეობს მათ შორის. დიახ. მე არ მინდა ახლა დეტალებზე საუბარი არ არის ეს თემა. დიახ. სკოლაშიც არ იღებდნენ, იმიტომ რომ ხალხის მტრის შვილი იყო. მაგრამ მოხდა სამედიცინო უნივერსიტეტში. არა, ეს სკოლაში. დიახ, ამ სკოლაში არ იღებდნენ? სკოლაში მიიღეს იმ პირობით, რომ თუ არ ისწავლიდა კარგად და ამიტომ ყველაფერს აკეთებდა, რომ არა მარტო კარგად ესწავლა, არამედ წარჩინების დიპლომი და იმ წელს პირველად შემოვიდა 36 წელს დაამთავრა. და ჩაირიცხა, სხვამ ჩამოიტანა საბუთები. ანუ მაშინ არ იყო ის, რომ უნდა საბუთები ვიღაცა შეეძლო შეეტანა შენი საბუთი. ჩაირიცხა სამედიცინო ინსტიტუტში. და დაისახა მიზნად, რომ უნდა აქაც კარგად ესწავლოს. 1951 წლის 21 ივნის ჰქონდა ბოლო გამოცდა ქირურგიაში. და უნდა გამოცდაზე მოხვედრილიყო თავის კუმირთან, თავის ღმერთთან, გრიგოლ მუხაძესთან. ნუ დიდი საგამოცდო კომისია იყო, იქ იყო გრიგოლ მუხაძე, მიხეილ ჩაჩავა. მოხდა ეფრემ ზაქარაიასთან არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. ზოგადად ქირურგიის კათედრის გამგე. და შეაჩერა გამოცდაზე და მიუბრუნდა კომისიის წევრებს, რომ აი ასეთ ექიმს ვისურვებდიო ჩემთანო. დიახ. და იმან უპასუხა მუხაძემ, რომ მაგი მიღებულია ჩემთან უკვე შენ ეფრემ მაგაზე ნუ ფიქრობ. დიახ. 22-ში დაიწყო ომი. დიახ. მაშინ წესი იყო ესეთი, რომ ტყიბულში იყო დაბადებული და აღრიცხვაზე ტყიბულში უნდა ყოფილიყო და გაიწვიეს ფრონტზე. ეს იყო გაზაფხული, მანამდე მუშაობდა იქ ექიმად. და გაიწვიეს ფრონტზე და იყო ფრონტზე საველე ჰოსპიტალის ქირურგი. ეს არის ქერჩი თქვენცით რაც უზარმაზარი დანაკარგი ქართველების დია. უზარმაზარი დაახლოებით 9/1 დაიღუპა დარჩა ქერჩის მიწაზე. და ნუ არის შენარჩუნებულია ეს მე მგონი აჩვენეს ამ იმაში. კალენდარი, ჯიბის კალენდარი ქონდა, სისხლით იყო ეს დათხრილი. 14 მაისს დაიჭრა. დაიჭრა როგორ? ეხლა გამუდმებული დაბომბვა იყო და ოპერაციებს აკეთებდნენ პირდაპირ ფრონტის ხაზზე. 42 წლის 14 მაისს. 42 წლის მაისში. დიახ. და დაბომბვა იყო განუწყვეტელი და ევაკუაცია გამოცხადდა, იმიტომ 15-ში უკვე გერმანელები შემოვიდნენ ყირიმში და უნდა გასულიყვნენ. და კეცპა იყო ესეთი ჰოსპიტალის თავარი ექიმი. უფროსი გამო. და იმას უთქვამს, რომ მე უხელმძღვანელებ ევაკუაციასო და ბოჭორიშვილი დარჩება აქო. და აი ამ დროს ხდება მასიური დაბომბვა და იჭრება და მოგლიც მარჯვენა ფეხს. საინტერესო ფაქტია ერთი ფრაზა, რომელიც აუცილებლად უნდა გაგახსენოთ, რომელსაც თქვენ ყვებით ხოლმე, რომ ოპერაციას ატარებდა თვითონ, დაჭრილს უტარებდა ოპერაციას, როგორც ქირურგი იდგა თავის, ასე ვთქვათ, საოპერაციო სივრცეში, ანუ პაციენტის გვერდით და ამ დროს მოხდა აფეთქება და ამ დროს დაკარგა ფეხი. ამ დროს დაკარგა ფეხი და იმდენად მობილიზებული იყო და იმდენად სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიხვდა, რომ სისხლდენისგან დაიღუპებოდა და ამიტომ
იქ საოპერაციო მედდა იყო და იმას უთხრავს სასწრაფოთო ძაფები მომინახეო და ქვით გადაგლიჯა გატეხილი ძვალი. და თვითონ აღმოუჩინა პირველად რეალურად საკუთარ პირველად დახმარება აღმოჩინა თავისთავად თვითონ გადაკვანძა ეს იძარღვები. და მერე ჩააწვინეს იქ ღრმა ორმო იყო და აქ იქნებ რაღაცნაირად თუ გადარჩებოდა თუ არა და საფლავებით იყო. და მეორე დღეს ეს იყო ბოლო დღე 15 მაისი, როდესაც გაყავდათ რა ეს დაჭრილები და შემთხვევით მოესმათ ხმა ორმოდან და ამოიყვანეს და წამოიყვანეს დედმიწას. და სხვა შორის ეს აღწერილი ქონდა ვიღაცას და ამითი გახდა ეს მერე ცნობილი თვითონ არ ყვებოდა ამ ამბებს. ძალიან საგულისხმოა, რასაც თქვენ ამბობთ, რომ არ ყვებოდა, იმიტომ რომ ჩვენ სტუდენტებმა ვიცოდით, რომ მას სიარული უჭირდა, იმიტომ რომ აი ეს პრობლემა ჰქონდა, თუმცა ძალიან ამაყად თავაწეული დადიოდა ხოლმე და არასოდეს მოუყოლია ეს ისტორია ჩვენთვის. ხო, იცით, მერე 40 ამის მერე იქ გროზნოში ჩავიდა ეს, ერთადერთი ბოლო ტრანსპორტი იყო, რომელმაც ქერჩიდან გამოიყვანა, ეს იყო გადატვირთული კატარღა და ვიღაც როგორც თვითონ იხსენებს, ძალიან ისეთი ჯანღონით სავსე მეზღვაურმა აიტატა ხელში და დააწვინა იმასე. ზედა გემბანზე და პური დაუდო და წყალი და დაიძრა, ძლივს დაიძრა. იმიტომ გადატვირთული იყო ზედმეტად ეს კატარღა და ახსოვს ერთი რამ, რომ გერმანელი ფრინავი დაეშვა და ერთმანეთს თვალებს შეხედეს. აი ერთადერთი რასაც ყვებოდა იმ პერიოდიდან ყვებოდა ამ თვალებზე. და ორივემ შეხედა ერთმანეთს თვალებში და ის მიხვდა, რომ ეს გასაცოდავებული ხალხი იყო და ამათი კიდევ დაცხრილვა და დაბომბვა. ეს ალბათ უფრო გამონაკლისი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი მოვლენა მაშინდელი გამარი ვითარებით. ყოველ შემთხვევაში ერთხელ მერე ძალიან 4-5 წლის მერე როცა ის უკვე მუხაძესთან კლინიკაში მუშაობდა როგორც ორდინატორი და მალევე ასისტენტი გახდა კათედრის, 1 წლის თავზე რაც წარმოუდგენელი ამბავი იყო იმ დროს. ვიღაც შავი სამყაროს წარმოადგენს, მოდით ესე ვთქვათ, ღამე გაუკეთა ოპერაცია, დაცხრილული მიიყვანეს, 45, 46, 47 წლები. და სულ დაცხრილული იყო და გაუკეთა ოპერაცია და ის იმავე ღამეს ცდილობდა ადგომას და დილას განყოფილებაში ის გამხრალი იყო, წავიდა თავის ფეხით. უმძიმესი ოპერაციის მერე და ამის მერე დაიბარეს, მთავარ ექიმთან დაიბარეს. და მთავარ ექიმთან რომ შევიდა, იქ იყო დაბალი ტანის, იმას კარგად აღწერს თავის მემუარებში. პროკურატურიდან კაცი და ყვირილი დაუწყო, როგორ გაბედეო და ოპერაცია გაუკეთეო და გადაარჩინეო და ამან უთხრა კაცო, მეო ფრონტზეო გერმანელი რო ყოფილიყო, იმას გაუკეთებდი ოპერაციას, დაჭრილი ყოფილიყო, იმიტომ რომ დაჭრილი იყო და მე როგორც ექიმს უნდა მისთვის დახმარება გამეწიაო. შენ როგორ მელაპარაკებო? შენ ხელა ფეხი დავკარგე ფრონტზეო, შენ რაც სიმაღლე გაქვს. და ულაპარაკოთ ადგა ის კაცი და გავიდა იმ ოთახიდან. ბატონო გოგი, მოსაგონარი მე მაქვს განცდა, რომ ძალიან ბევრია და პირიქით ახლა ჩვენ შეიძლება ამაზე ძალიან ხშირად ვისაუბროთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ისტორიების გახსენება, თუნდაც იმიტომ რომ ახალგაზრდა თაობამ განსხვავებულად შეხედოს მათ 8 წელს და მათ მიერ განვლილ ძალიან რთულ გზას და უნდა გავამხილო, რომ ასეთი
გულაჩუყებული პროფესორი გიორგი ბოჭორიშვილი მე არ ვახსოვს. ეს არის პირველი შემთხვევა ბატონო გოგი და ჩემთვის გასაგები სრულიად, თუმცა სანდროს უნდა ვკითხო. ამ შემთხვევაში ის არ არის იმ პერიოდის მომსწრე, როდესაც თქვათ ბატონი გიორგი, უფროსი ბატონი გიორგი ფეხს იდგამდა როგორც ექიმი. ის მას მოესწრო უკვე როგორც კათედრის ხელმძღვანელს, როგორც ძალიან ცნობილ ქირურგს, ძალიან წარმატებულ ქირურგს, დარგის ერთ-ერთ წამყვან სპეციალისტს, რომელმაც იქ კათედრების დაარსება ბევრი რამ უკავშირდება მის სახელს და უცებ შვილიშვილთან საუბარში იხსენებდა ომს. საუბრობდა ამ თემაზე, ან საერთოდ რას იხსენებდა ამ თემასთან დაკავშირებით? პრაქტიკულად ომთან დაკავშირებით ბაბუ არასოდეს არ საუბრობდა. ანუ ეს რაღაცა ისეთი ის იყო, რომელიც მას არ უყვარდა, დღევანდელი დღეც არ უყვარდა. თუნდაც ეს 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების, იმიტომ რომ კი გაიმარჯვა მაშინ ფაშიზმზე სამყარო, მაგრამ მან დიდად ამითი ვერ გაიმარჯვა, იმიტომ რომ მან ძალიან ესეთი ტრავმა მიიღო და თუმცა გარდა ამისა მან ახლა უამრავი ადამიანის დაღუპვა და ეს იყო მისთვის როგორც ექიმისთვის ძალიან მტკივნეული. მაგრამ ამან ალბათ მასზე პირიქით ერთი ის შეძინა რომ ის გახდა ამ ომის შემდეგ ცალფეხა ბიჭი, გახდა ჯერ წარმატებული ქირურგი, პროფესორი და ძალიან ბევრი კარგი საქმე აკეთა თავისი ცხოვრების განმავლობაში და ეს ალბათ ის გამოცდილება იყო, რომელიც სხვანაირად რომ მიიღო ალბათ უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ეს ის იყო, რაც მისი ბედი იყო და ბაბუ ამ ომზე პრაქტიკულად არასოდეს არ ლაპარაკობდა, არც ქონდა ამის სიდრო, იმიტომ სულ მახსოვს რაღაცა ეს სულ პაციენტების სულ რაღაცა ხამე დარეკვები სამავთყოფოში წასვლა და დაუზარელი ესეთი ის იყო და სულ ყოველთვის რაც მისგან ვიცი იყო ის, რომ ბოლომდე უნდა იბრძოლო პაციენტთან ერთად იმისათვის, რომ ის გამოჯანმრთელდეს და ეს იყო მისი ეს გარკვეულწილად ომის გამოცდილებაც იყო, იმიტომ რომ სიცოცხლის გადარჩენა მისთვის იყო უმთავრესი ამოცანა. თუმცა ერთი კითხვა უნდა დაგისვათ. ჩვენ მაგალითად მიჩვეულები ვართ, რომ ძალიან ხშირად ბებიები, ბაბუები გვიყვებიან თავიანთი ბავშვობის, ახალგაზრდობის ისტორიებს, განსაკუთრებით ბრძოლის მერე ეს ცნობილი ამბავია, მაგალითად შერკინებაში, როგორ მამაცურად იქცეოდა, მაგალითად რამდენი სიცოცხლე გადაარჩინა ამ შემთხვევაში ქირურგისთვის. ამას მაინც თუ ყვებოდა, რამდენი ადამიანი სიცოცხლისთვის იბრძოდა და გადაარჩინა. ამაზეც არ ყვებოდა? არა, ესეთი რაღაცები არ პირიქით. ანუ აი მოგონებებში და რასაც ყვებოდა, უფრო მეტი იყო ბავშვობა, შემდგომი და ეს ომის პერიოდი არ უყვარდა, იმიტომ რომ ალბათ შეგნებულად ტოვებდა. ალბათ. მე გეტყვით, იცით უბრალოდ სანდრო აბსოლუტურად სწორია. ხო არის ძალიან ბევრი ის ქონდა ჯილდო. მათ შორის წითელი ვარსკვლავის ორდენი ქონდა. არასოდეს არანაირი ჯილდოები არ გაუკეთებია და ამითი არ უვლია. არასოდეს. და მე მახსოვს ვეტერანების შეხვედრაზე რომ ეძახდნენ და მიდიოდა ყველა მიდიოდა რაღაც ათასნაირი მეებით რა ქვია დამშვენებული ამ ჯილდოებით, მამა არასოდეს არ ეკეთებდა ამას, ძაბზე ქონდა აკინწული და ერთხელ რაღაც შეხვედრაზე რომ წავიდა ჯიბიდან რომ უთხრეს რომ არა გაქვთ, ისე ჯიბიდან ამოიღო და აჩვენა რომ აქვს. ძაბზე ჩამოკიდებული. ძაბზე ჩამოკიდებული, მაგრამ მე უბრალოდ მინდა გავიხსენო ერთი ისა რომ თვითონ რომ იყო თქვათ ინვალიდი და არ ქონდა ფეხი, ის მუდმივად ყოველთვის ცდილობდა რომ თუ შესაძლებელი იყო ორგანოშენარჩუნება ან კიდურის შენარჩუნება, ბოლომდე იბრძოდა ამისთვის. და ამისი მაგალითი მე მახსოვს ერთ-ერთი პირველი მორიგეობის დროს სუბორდინატორი ვიყავი და გოგონა მოიყვანეს საკორწილო ბეჭედი ჰქონდა ესე ჩამოკრული და ამპუტაცია იყო ეს მოგლეჯილი იყო ეს ფალანგი და მორგე ბრიგადის ხელმძღვანელი ვინც იყო მე შემხვდა ეს პაციენტი მითხრა რომ უნდა მოაშორო და მამა სახლში იყო და დაურეკე და ისეთი გაბრაზებული მე დიდხანს არ მახსოვს მითხრა არც გაბედო არავით არ შემთხვევაში ესეთი რამე არ გააკეთო აუცილებლად დაამუშავე და მეაკერეო და მე ძალიან მოუარეო და მე არაერთი ადამიანი ვიცი მათ შორის ამ ქვეყანაში დღესაც ძალიან გამორჩეული და ცნობილი
რომელიც დღეს ცოცხალია და კიდური შენარჩუნებული აქვს. მისი დიდი ძალისხმევით. აი ამის მეშვეობით, რომ თვითონ უკეთებდა მათ ყოველდღე არავის არ აკარებდა შეხვედრებს და რაღაცებს და ეს იყო მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ თვითონ რო იყო ამითი გარკვეულად შელახული, მას მიაჩნდა, რომ სხვას ამისი სიმწარე არ უნდა ეგწნო და არ უნდა განეცადა. ძალიან დიდი მადლობა. დღეს უნდა გითხრათ, ჩვენ ამ თემაზე საუბარს არ დავასრულებთ, იმიტომ რომ ეს არის ის თემა, რომელიც ამოუწურავია და რასაკვირველია. უამრავი სათქმელი და მოსაყოლი გაქვთ თქვენ, თუმცა მაყურებელს უნდა შევახსენო, რომ დღეს ექიმებმა განსხვავებულად მოგიყევით 9 მაისის შესახებ. ძალიან ბევრი ისტორია შეიძლებოდა მოგვეყოლა, მაგალითად, ექიმების მამაცობის შესახებ, ექთნების მამაცობის შესახებ ომის დროს. შეიძლებოდა ეს ისტორიები ყოფილიყო კრებითი ან განსხვავებული თავგადასავალით, მაგრამ მე მამების და შვილების ისტორია მოგიყევით სწორედ მსოფლიო ომის კონტექსტში და ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი გადაცემის პირველი ბლოკის სტუმრები იყვნენ ბოჭორიშვილები ბატონი გიორგი, ბატონი ალექსანდრე და კიდევ ერთხელ ვიტყვი ბატონი გოგი ბოჭორიშვილი, უროლოგი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, რომელიც ჩვენი გადაცემის ხშირი სტუმარი და მეგობარია და სანდრო ბოჭორიშვილი, უროლოგი მედიცინის დოქტორი. გახდნენ ჩვენი გადაცემის პირველი ბლოკის სტუმრები. კიდევ ერთხელ მადლობა ბატონებო და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ახლა გავიხსენოთ კიდევ ერთი განსაკუთრებული ისტორია. სამხედრო ქალისა, ანუ სამხედრო სამსახურში მყოფი ქალისა, რომელმაც სამხედრო ბატალიებთან ერთად ცხოვრებისეული ბრძოლებიც უნდა მოიგოს იმისათვის, რომ გაიმარჯვოს ომში კიბოსთან წინააღმდეგ. და ასეთ შემთხვევაში ასეთი ისტორიები არის ძალიან კარგი მაგალითი, განსაკუთრებული მაგალითი, რომ ომი ერთი თარიღით არ იწყება და არ მთავრდება, რომ ომი ხშირად არის ჩვენი ყოველდღიური არსებობაც კი. როდესაც ომში ხარ, ემოციებისთვის ნაკლები დრო გრჩება. არ აქვს მნიშვნელობა მტერი ხილულია თუ უხილავი. მთავარი მიზანი ყოველთვის არის გამარჯვება. როგორც რუსული ბომბდამშენი იყო ჩემთვის სამიზნე, რომელსაც ვესროლე და არ მივეცი საშუალება, რომ მისი მისია შეესრულებინა. ზუსტად ასეთივე დასასრულს ვუგეგმავ ჩემს დაავადებას. დღეს მე-16 ქიმია უნდა გავიკეთო. ეს ნიშნავს, რომ ჩემთვის ქიმიოთერაპიის მკურნალობა დასრულდა. კაბად სპეციალურად სიმბოლური ფერი შევარჩიე, რომ ჩამეცვა ამ დღისთვის. რთული გზა იყო საკმაოდ. და ამ რთული გზის დაგვირგვინება არის ერთგვარი დღესასწაული. ძალიან საზეიმო განწყობა მაქვს, ძალიან ბედნიერი ვარ. ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას და თქვენ გახსოვთ ელენე პაპიაშვილის მიერ მოთხრობილი ეს ისტორია, როდესაც არის ტრადიცია ქიმიოთერაპიის ბოლო სეანსზე ქალბატონები, რომლებიც აი ამ რთულ ბრძოლებს გამოივლიან საბოლოო ომში გამარჯვების აღსანიშნავად, ვარდისფრად იმოსებიან და საგანგებოდ შემოსილები მიდიან. მიუხედავად იმისა, სამხედრო ჩინი აქვთ თუ სამოქალაქო პირები არიან, სწორედ ასე გამოხატავენ საკუთარ გამარჯვებას მორიგ ბრძოლაში. და როდესაც ჩვენ საუბრობდით დღევანდელ გადაცემაში 9 მაისის კონტექსტი, ეს არის მხოლოდ ომი, ბრძოლა, დაპირისპირება, ძალიან ბევრი თემა განვიხილე ჩემთვის რასაკვირველია, როდესაც გეგმავდი გადაცემას და ჩათვალე, რომ მამები და შვილები, რომელიც სათაურად აქვს დღევანდელ ჩვენს გადაცემას, ყველაზე კარგად მიესადაგება იმ დაუსრულებელ პროცესს, რომელიც გულისხმობს გარკვეულწილად არა მარტო მოვლენებიდან გამომდინარე საომარ დაპირისპირებებს, არამედ მაგალითად თაობათა შორის დაპირისპირებას, რომლის მოწმენიც და მონაწილენიც ჩვენ თავად ვართ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ეტაპზე ჩვენი ცხოვრებისა, რამდენად ბუნებრივია ეს, რამდენად სწორია ეს, რამდენად
არის მნიშვნელოვანი და რამდენად ახდენს გავლენას ჩვენი საზოგადოების განვითარებაზე. ჩვენი გადაცემის გასაგრძელებლად ახლა სტუდიაში შემოგვერდა ჩვენი გადაცემის დიდი მეგობარი და გულშემატკივარი, თქვენმა ძალიან კარგად იცნობ, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი ქალბატონი ნინო გოგიჩაძე, ნინიკო დილამშვიდობისა. მოგესალმებით. ჩვენ საკმაოდ რთული თემა ავირჩიეთ. ძნელია კონკრეტულ თარიღს მიუსადაგო მაგალითად ადამიანის ჯანმრთელობის შესაბამისი ესა თუ ის პრობლემა. არადა მეორე მხრივ ყველაფერი რაც ადამიანის თავს ხდება, ადამიანის ჯანმრთელობას ცვლის, ადამიანის სიცოცხლის შესაძლებლობას ცვლის და ჯანმრთელობაც ხომ სიცოცხლის ინსტრუმენტია და თუ ჩვენ საბოლოო მიზნად არ დავისახეთ სიცოცხლის შენარჩუნებად, მაშინ რა აზრი აქვს ჯანმრთელობაზე საუბარს. როდესაც მამებზე და შვილებზე საუბრობთ, ერთი მხრივ ეს არის მოცემულობა, რომელიც თაობათა ცვლას გულისხმობს და თაობათა შორის ლოგიკურ კავშირს გულისხმობს, რაზედაც დგას კაცობრიობის უკტავება, ანუ თაობა ცვლის წინამორბედ თაობას, შობს შემდგომ თაობებს და ასე გრძელდება სიცოცხლე. მაგრამ მეორე მხრივ ეს გულისხმობს გარკვეულ კანონზომიერებებს ურთიერთობებში და უჩვეულო მდგომარეობებსაც ამ ურთიერთობებში, რომელიც საბოლოოდ განსაზღვრავს, ვინ ვართ ჩვენ. რა არის ეს მუდმივი დაპირისპირება? ეს არის აუცილებლობა, გარდაუვალი რეალობა, თუ ეს არის გამოწვევა, რომელიც ხშირად გამოცდად გვექცევა ხოლმე? თუ ვისაუბრებთ ახლა ოჯახის კონტექსტში და გადმოვალთ ამ გლობალური თემებიდან, როგორც ომია ვთქვათ და შევხედავთ რომელი ასაკის ჭიდილზე არის საუბარი, რა არის ვთქვათ ადრეულ ასაკში ჭიდილი, რომელიც ბავშვმა თავის თავთან უნდა გაიაროს, თუ მშობელთან უნდა გაიაროს, მერე ვთქვათ გარდატეხის ასაკში, მერე უფრო სიმწიფის ასაკში და მერე უკვე როდესაც თავდაპირველად თვითონ შვილები მერე ხდებიან უკვე მშობლების, მოხუცი მშობლების ასე ვთქვათ მოვლელები თუ დამხმარეები. ხარდამჭერები. ყველა ასაკს აქვს თავისი გამოწვევა და აი ეს დიადური ურთიერთობა, რომელიც მშობლის და შვილის ურთიერთობა არის, აი ამ ასაკობრივ ჭრილში იცვლება გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ასაკს აქვს თავისი მოლოდინები, მოთხოვნები და განვითარების საჭიროებები. ანუ რო უყურებთ ახლა ამ ჭრილში უყურებთ, სად არის ურთიერთობა, რას აკეთებს ეს ურთიერთობა, იმისთვის რომ ხელი შეუწყოს ვთქვათ ბავშვის განვითარებას, მაგრამ მარტო ბავშვის განვითარება, ასე აი ჩვენ ვლაპარაკობთ აი ჭიდილი, საიდან იწყება ეს ჭიდილი, რა არის ამ ჭიდილის მიზეზი, ხდება ეს კონფლიქტი, ეს განვითარების საფუძველია თუ ხელის შემშლელია. როგორც ვიცით, ახლა კონფლიქტს თუ შევხედავთ ასე ურთიერთობაში, კონფლიქტი არის მამოძრავებელი ძალა რეალურად, მაგრამ თუ კონფლიქტი ქრონიკულად ნეგატიურია, ის აღარ ხდება პოზიტიური მიმართულებით მამოძრავებელი ძალა და ის ხდება ზიანის მომტანი. თუმცა ზომიერი კონფლიქტი ნებისმიერ ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანია და რატომ? ვინც არ უნდა ვიყოთ, ვიყოთ თქვათ მშობლის პოზიციიდან, მცირეწლოვან ბავშვთან, თუ შვილის პოზიციიდან უფრო ხანდაზმულ მშობელთან. რატომ არის კონფლიქტი მნიშვნელოვანი? ჩვენ საუბრობთ, რომ ურთიერთობებში მნიშვნელოვანია ღია კომუნიკაცია. რა არის ეს ღია კომუნიკაცია? ღია კომუნიკაცია არის, რომ ჩვენ შეგვეძლოს ჩვენი შეხედულებების, ღირებულებების, მოლოდინების, საჭიროებების ერთმანეთთან გაზიარება. ჩვენ თუ ვიმყოფებით ისეთ ურთიერთობაში, სულ ვეთანხმებით, სულ უჯერებთ, სულ მივყვებით, როგორ მდგომარეობაში ვარდებით. ანუ ჩვენ სადა ვართ? ანუ რომ ვსვამთ ამ კითხვას, ეს ომები როგორ გვეხმარება თვითგამორკვევაში, ეს კონფლიქტები როგორ გვეხმარება, რომ ურთიერთობაში ვიპოვოთ ჩვენი თავი, ჩვენი არსებობის მნიშვნელობა ამოხსნათ. მე თუ არ ვასდროს არ მაქვს საშუალება, რომ ჩემი ხმა გავიგონო, მე რა მინდა იმ ურთიერთობაში, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია, მშობელთან ურთიერთობაში. როგორ გავიგო რა მინდა? ანუ ახლა როდესაც ვამბობთ, რომ კონფლიქტი არის პოზიტიური, სწორედ აი ეს ის მომენტია, რომ მე შეიძლება რაღაცა მინდოდეს, ამის გაჟღერების შესაძლებლობას მაძლევდეს მშობელი, მაგრამ არ მეთანხმებოდეს. ოღონდ ყოველთვის არ მეთანხმებოდეს, ეს ბალანსი უნდა დავიცვათ. არ მეთანხმება და ამას ჩვენ შორის მოაქვს ნეგატიური განცდები და დაპირისპირება. კარგია თუ არა ეს? კარგია რაღაცა დოზით. ოღონდ ეს აუცილებლად უნდა იყოს მოქნილი. შემდეგ ეს უნდა შეიცვალოს პოზიტიური ურთიერთობით, პოზიტიური დაპირისპირებით, ნეიტრალური შეხედულებით და ის დაძაბულობა, რომელიც იქნება ნეგატიური კონფლიქტების შემთხვევაში, ეს დაძაბულობა დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს. ესე იგი, ამოცანა რა გვაქვს? მივეხმაროთ აქეთაც შვილებსაც და აქეთაც მშობლებსაც, ნუ ეხა ისეთ ასაკში ვართ ის ადამიანი, რომელიც 30 წელს გადაშორდა, რომ შვილებსაც უნდა მივხედოთ და რაღაც პასუხისმგებლობა მშობლების წინაშეც გვაქვს, რომ მივეხმაროთ მოქნილი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. ან
ახლა ეს აქსიომატური მოცემულობა არის, რომ ჩვენს პროფესიაში ფსიქოლოგიაში მივიჩნევთ, რომ მშობლების გავლენა ძალიან დიდი არის შვილებზე და ის მოდელები, რომელთაც მშობლები ურთიერთობენ შვილებს, მე გავლენას ახდენენ შვილების მოდელებზე, რომელთაც ისინი შედიან იმ სოციუმში, რომელსაც მათ კავშირი აქვთ და ამ როგორც ირკვევა, განსაკუთრებით ამ ჩვენი ძალიან ქაოტური და ძალიან განვითარებადი სამყაროს პირობებში, მოქნილობა არის ერთადერთი გადამწყვეტი, რაც ემოციური მოქნილობა, სოციალური მოქნილობა, მოლაპარაკების შესაძლებლობა, რაც მე განაპირობებს, თქვათ, როგორ იქნება ცხოვრების ხარისხი, როგორ იქნება კეთილდღეობის მაჩვენებელი, როგორ იქნება ეს სამყაროსთან მორგების შესაძლებლობა ამ ადამიანის მხრიდან. ანუ ჩვენ ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ ურთიერთობაში მოლაპარაკება იყოს ნაწარმოები. ყოველთვის შეიძლება ეს მოლაპარაკება არის დამთავრდეს გამარჯვებით და არც გვინდა რომ ყოველთვის დამთავრდეს გამარჯვებით, იმიტომ რეალურ ცხოვრებაში როგორც დღევანდელი თემა გვეუბნება, ომისთვის უნდა მოვემზადოთ. ყოველთვის, ხო? ანუ მშვიდობაში ომისთვის ვემზადებით, იმიტომ რომ ნებისმიერი ქარტეხილი, ნებისმიერი ცვლილება ადამიანისთვის ომია. ანუ არ ღვევს მის წონასწორობას, ანუ ომია. ნებისმიერ წონასწორობის დარღვევა იწვევს იმაში, რომ ადამიანი მოემზადოს, გადაეწყოს, შეიცვალოს. იქნება ეს სოციალური, ბიოლოგიური, გეოპოლიტიკური, არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანისთვის ეს სტრესია და მისგან მოელის, რომ გადაეწყოს. შეგვიძლია გადავეწყოთ მაშინ, როდესაც მომზადებულები ვართ, ვიცნობთ ჩვენ თავს და გვაქვს შესაძლებლობა, რომ მოვერგოთ. ოღონდ ხა სულ ქრონიკული გადაწყობა, ესეც არ არის ის მდგომარეობა, რომელიც კეთილდღეობისკენ მიგვიყვანს, ანუ აი ეს ზომიერი კონფლიქტები და მივდივართ იქ, რომ ეს ზომიერი კონფლიქტები შესაძლებლობა, რომ სიტუაციებს გავართვა თავი, წარუმატებელ სიტუაციაში მივიღო იმედგაცრუება, წარუმატებელ სიტუაციაში დავიჯერო ჩემი თავის ძალების საბოლოო ჯამში გაგვიყვანს მედეგობამდე და ეს გვინდა ვთქვათ რა, აი თქვენ მოყოლ ისტორიაში ნახეთ ადამიანი, რომელსაც ესეთი თქვათ ტრაგედია ჰქონდა, როგორ გადაიტანა ეს და წარმატებული პროფესორი როგორ გახდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მისი მონაპოვარი არის. თუმცა ხა ეგ როდესაც ვლაპარაკობთ ისე დაუბრუნდეთ ამ ისტორიას, როცა ვლაპარაკობთ ამ ურთიერთობები არ არსებობს მარტო ოჯახის პარკლებში და ის მოლოდინები, რომელსაც ოჯახი და მშობელი თავის შვილს უყალიბებს, ძალიან არის დამოკიდებული კულტურულ, ისტორიულ მონაკვეთთან, რა მონაკვეთში, რას ველოდებით ამ ჩვენი შვილებისგან. და ვამბობთ, რომ რატომ წარმოიქმნება კონფლიქტები, ხო? აი, სწორედ ეს კითხვა მაქვს უკაცრავად, რომ ერთვებით იმედი აზრი არ გაგიწყდეთ, რამდენიმე საკითხი მინდა გამოვყო. საკითხი, რომელიც ახლა ყველამ უნდა გავიგონოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გავიგონოთ. ეს ეხება საზოგადოებას, იმიტომ რომ მამები და შვილები ეს არ არის მარტო ოჯახის შიგნით ბიოლოგიური კავშირი მამასა და შვილს შორის. ეს არის ყველა ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არის ალეგორია, პირობითი თაობათა შორის ურთიერთობის კონტექსტი, რომელიც გულისხმობს პასუხისმგებლობასაც, ვალდებულებასაც, გულისხმობს ურთიერთგრძალვა პატივისცემასაც და რაც მთავარია ურთიერთმხარდაჭერას, რაც თქვენს ფრაზებში იყო ძალიან ნათლად ნათქვამი. პირველი ის, როდესაც მე ვარ შვილი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე გავიგონო ჩემი ხმა და ჩემი ხმა გავაგონო მამებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის მოთხოვნილება. თქვენ როგორც ბრძანეთ, მე ხა მიყვებით თქვენს ფრაზას. ეს არის თაობის მოთხოვნილება, ეს არის ჩემი ოჯახის შიგნით, ჩემი შვილის მოთხოვნილება, რომ მან მოახერხოს თავის სათქმელი, ჩამოაყალიბოს და მე გამაგონოს. და ეს არის საზოგადოებაში მოთხოვნილება, რომ ახალგაზრდებმა საკუთარი სათქმელი ჩამოაყალიბონ და უფროსებს გააკონონ. მეორე მხარეა, როდესაც უფროსი მზად არის ეს მოისმინოს და მე ხშირად ვამბობ ასეთ ფრაზას, შეისმინოს, რადგან ჩვენ სხვაგვარად ვერ მოვახერხებთ კომუნიკაციას. ასე არ არის, როდესაც თქვათ, შვილი თავისთვის ჭიჭყინებს და უფროსები არ იმჩნევენ ამას. როდესაც ახალი თაობა საუბრობს, როცა შვილი საუბრობს, მშობელი არაუბრალოდ უსმენს, შეისმენს მის ნათქვამს და ჩვენ ვიწყებთ კომუნიკაციაზე ზრუნვას. თქვენ ფრაზებს თუ გავყვებით, ეს არის შემდეგი ეტაპი და კომუნიკაციის გარეშე შეუძლებელია ამ საკითხის მოგვარება. და არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც თქვენ ახსენეთ, შეიძლება შვილი გაუთავებლად ცდილობდეს მოგვაწოდინოს ხმა. გაუთავებლად, მაგრამ თუ ეს პროცესი არის ხანდახან წარმატებული, ხანდახან წარუმატებელი, ეს არის ბუნებრივი, ლოგიკური და ჩვენი ურთიერთობის განვითარებას ემსახურება. მაგრამ თუ მუდმივად ნეგატიურია,
მე მგონი არ ავწდი თქვენი მსჯელობის ხაზს და როდესაც არასოდეს ვუსმენთ, არასოდეს შევისმენთ, არასოდეს ვრიაგირებთ ამაზე, ეს შეიძლება იყოს სახიფათო. როდის და რატომ? აი, ისევ თქვენ საკითხთან მივედით. რატომ და რა მიზეზით წარმოიშობა დაპირისპირება შვილებსა და მამებს შორის? ანუ შვილების თაობასა და მშობლების თაობას შორის. როდის ტყდება ეს ხიდი და უბრალოდ ჯერ როდის იბზარება და მე გაბზარულს გატეხვა მოსდევს როგორც წესი. რო ვიმსჯელოთ ახლა ამაზე რა დგას ამის უკან? დგას მშობლის ღირებულებები, როგორ აღიქვამს თავის თავს როგორც მშობელი, რა მოლოდინები აქვს თავის თავთან როგორც მშობელთან, მეორე რაც დგას შვილისგან რა მოლოდინები აქვს და როგორ აღიქვამს თავის როლს როგორც მშობლის. მშობელი აღიქვამს, რომ ის არის მფარველი, უნდა შეეცადოს შვილი ყველაფრისგან დაიცვას, სულ თავზე გადაუსვას ხელი, ზედმეტად პოზიტიური იყოს. ანუ ეს არის მოდელი, როდესაც ზემზრუნველობაში გადავდივართ და არანაირი პრობლემები არ აქვს ბავშვს, სულ უსმენენ, სულ ყველაფერს უსრულებენ. რაც იცის მამების თაობამ, ეს არის სწორი და შეუძლიათ მშობლები ამ პოზიციიდან უყურებენ, ხო, აი შე როგორც გინდა, შე რაც გინდა, აი ამ მოდელშიც ვერ ვიღებთ ჩვენ კეთილდღეობის შედეგს. ანუ ბავშვის მხრიდან ვიღებთ, რომ თქვათ, სარისკო ქცევებიც მეტია, ალკოჰოლის მოხმარებაც მეტია, ძალადობრივი ქცევებიც მეტია. იმის მსგავსად, როგორც როცა არის, თქვათ, მოძალადე ან ძალიან ავტორიტარული მშობელი, სადაც ბავშვი ხმას ვერ აგონებს და სწორედ აი კონფლიქტი მოდის აი ამ მომენტში, იმიტომ რომ მშობლები რაღაცა დროს ვიყალიბებთ ღირებულებებს, შეხედულებებს იმ სოციალური კონტექსტიდან, რომელიც ვკარნახობს, როგორც ჩვენ მშობელი უნდა ვიყოთ და ის ბავშვები სხვა კონტექსტიდან მოდიან, სხვა მოლოდინებით მოდიან, რა უნდათ ჩვენგან, ხო? ანუ ეს მშობლის როლიც, ასე ვთქვათ, იდეოლოგიურად სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფუნქციას ასრულებდა, სხვადასხვა მოლოდინი იყო მშობელთან. ეხლა როგორც ირკვევა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს როგორც კონფლიქტში და დიალოგში შემოსვლის უფლების და შესაძლებლობის მქონე პირის დანახვა ბავშვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. სხვა მოდელებში შეიძლება არ იყო ბავშვი ესეთ თანასწორ მონაწილედ ურთიერთობის არ აღიქმება. ეხლა ირკვევა, რომ დემოკრატიულ მოდელში ჩვენ თუ გვინდა, რომ ადამიანმა შეძლოს დემოკრატიული პროცესების წარმართვა, იგივე პროცესები უნდა ვასწავლოთ სახლში. განსხვავება წარმოიქმნება, იმიტომ რომ შეხედულებები იცვლება და ეს შეხედულებები სხვადასხვა კონტექსტში ჩნდება და ძალიან ბუნებრივია, რომ იცვლებოდეს. რაღაცა მომენტში აღმოჩნდება, რომ აუცილებლად ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ მშობლები ჩამოვრჩებით. იმიტომ რომ სხვა ინფორმაციის წყარო გვაქვს, სხვა პირებს ვენდობით. ან ამ ინფორმაციას სხვადასხვანაირად აღვიქვამთ და ვაანალიზებთ. ინფორმაცია სხვანაირად აღვიქვამთ. ვიდრე ახალგაზრდები აკეთებენ. და ერთი ბაზისური პერსპექტივა, რაც გვაქვს, ჩვენ მშობლები არიან ცველების პოზიციიდან და რისკებს უყურებენ, ახალგაზრდები ბავშვები არიან შთაბეჭდილების მომპოვებლის პოზიციიდან და უფრო გამოცდილებას უყურებენ და უყურებენ ამას როგორც შესაძლებლობას, რომ რაღაცა განიცადონ, რაღაცა მიიღონ, რაღაცა შეიმეცნონ და აი ეს ბაზისური დისპოზიცია ამ კომუნიკაციაში, რომ ჩვენ მშობლები ცოტათი სხვაგან აღმოჩნდით და ჩვენი შვილები სხვაგან არიან და ჩვენ მოვლენებს უყურებთ სხვადასხვა პერსპექტივიდან, წარმოქმნის იმას, რომ შეიძლება მშობლებს არ ქონდეთ ისეთი მოქნილობა, როგორც ამ მომენტში შვილებს აქვთ. და სწორედ აი ეს შესაძლებლობა არის და ძალიან საინტერესოა აი ასაკობრივად რომ შევხედავთ, ერთი წლის ბავშვი გვეუბნება, გამიშვი, მე თვითონ უნდა გავიარო. რა უნდა ვქნათ? კონფლიქტია. მე უსაფრთხოდ მინდა რომ იყოს, არ მინდა რომ წაიქცეს. მეშინია გზაზე არ გადაირბინა. ხო, მეშინი ან წაიქცეს და ხო მე აღარ გაევლის ან მუხლები ეთკინება ან დაისრება. რა ვქნათ? ჩემ შინაგანი გადაწყვეტილება რა მინდა მე ამ ბავშვისგან მივიღო. გაუშვა თუ არ გაუშვა? გაუშვა თუ არ გაუშვა. აუხსნა რისკები შეაფასოს თუ მივცე შესაძლებლობა რომ გამბედავი იყოს თვითონ გადადგას ნაბიჯები, ჩემი ღირებულება, ჩემი აღქმა არის სამყაროსი. მინდა მე ეს ჩემი ესეთი აღქმა სრულად გადავწე? მე თუ ძალიან შფოთვარე და ესეთი დედა ვარ, რომელიც სულ საშიშროებას ვხედავ. მინდა რომ ეს ჩემი შფოთვა წაიღოს ჩემმა შვილმა. არ არის ეს მარტივი პოზიცია ინდივიდუალური ადამიანის შიგნიდან, ყველა მისი ქმედება თითქოს გადაწყვეტილებასთან არის დაკავშირებული. ან პირიქით მე ვიყავი ძალიან შეშინებული ბავშვი, გაუბედავი და მინდა რომ ძალიან გაბედული იყოს და ყველაფერზე უბიძგებ და ვეუბნები რომ აბა ხელოვნურად ვახალისებ. ხო, აი ეს ეხლა ჩვენი ზომიერება როგორ დავიცვათ, სად შევყვეთ, სად შევებრძოლოთ, სად წავახალისოთ, ეს არის ძალიან მიკრო შეხებები აი ამ მშობლების შვილებთან, რაც ვიცით რომ
ყველაფერზე მნიშვნელოვანია რომ არ დავეთანხმოთ, მით უმეტეს თუ ეს ჩვენი თანხმობა არ არის გულწრფელი, არ არის აუთენტური და არ ვეთანხმებით, რატო უნდა დავეთანხმოთ? მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ გქონდეს მუდმივი კომუნიკაცია. და აი სწორედ აქ იბადება თავარი კითხვა. თუ მამების და შვილების ურთიერთობაში აი ეს ჭიდილი გარდაუვალია, რაზედაც თქვენ საუბრობთ, თუ ასეთი დამოკიდებულებები მარადიულია, იმიტომ რომ კაცობრიობის და ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნება დედამიწაზე ნიშნავს იმას, რომ არიან მშობლების თაობა, დაიბადებიან შვილები, ისინი შობენ თავიანთ შვილებს და აი ამაში არის სიცოცხლის უწყვეტობა. და მეორე მხრივ ის ურთიერთობები, რომელიც როგორც კანონზომიერება ასე ჩამოყალიბდა. მაგრამ შედეგები, რომელიც მათ შორის ურთიერთობაში არის წყალგამყოფი, მიჯნა, რომელმაც შეიძლება საბედისწერო როლი შეასრულოს ისტორიულადაც კი. ასეთი არაერთი გაკვეთილი გვახსენდება, როდესაც სწორედ საბედისწერო მოვლენები შვილებისა და მამების დაპირისპირებამ წარმოშო. და სად არის გამოსავალი? როგორ უნდა აღვიქვათ ასეთი ხიდჩატეხილობის დაძლევის შესაძლებლობა ოჯახის შიგნით, საზოგადოების მასშტაბში. პრინციპში თქვენ ძალიან სწორი ფრაზა გამოიყენეთ და ძალიან გასაგები ყველასათვის, რომ თუ გვინდა ეს ყველაფერი დავინახოთ საზოგადოების მასშტაბში, აუცილებლად კარგად უნდა აღვიქვათ ეს ყველაფერი ოჯახის მასშტაბში. აი, ამიტომ სად არის გასაღები პრობლემის? არის აქ შესაძლებლობა, რომ მიუხედავად იმ მოვლენათა ლოგიკისა, რომელიც თაობიდან თაობაში მოყვება მამებსა და შვილებს, აი ასეთი ჩატეხილობა ხიდისა თავიდან ავიცილოთ. ალბათ ჩატეხილობამდე არ უნდა მივიდეთ, ეს არის გამოსავალი. თუმცა არის ლაპარაკი, რომ აი კომუნიკაცია ირღვევა და ვინ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი, ვისი პასუხისგებლობაა, რომ გადადგას ეს ნაბიჯი, მშობლის თუ შვილის, ვის უფრო მეტად სჭირდება დათმენა, მშობელს თუ შვილს. თუ ამას ჯიბრის პოზიციიდან შევხედავთ, მე რატო იმან მე არა, მაშინ არაფერი არ გამოგვივა. ეს ორი ჯიუტი თხის ამბავი? დიახ, ესეც ასე თქვა კონფლიქტის კლასიკის ნაწილი არის, თუმცა ვიცით რომ თუ გვინდა რომ ჩვენ პასუხისგებლიანი შვილი ავხსარდოთ, ძალიან დიდი მნიშვნელობაა რომ ჩვენც პასუხისგებლობით მოვეკიდოთ იმ შედეგებს, რომელიც მივიღეთ. ხიდი თუ ჩატყდა, ჩემი მშობლის პასუხისგებლობა პირველ რიგში რომ ამ ხიდის აღდგენაზე ვიზრუნო, იმიტომ რომ თქვა, ჩემი გზა შეიძლება ისე სწრაფად აღარ ვითარდება, მაგრამ მისი გზა ვითარდება, მას სჭირდება ხიდი რომ გაიაროს. მიუხედავად იმისა, და ჩემი პასუხისგებლობა არის ეს, მიუხედავად იმისა, მომწონს თუ არა ეს გზა სად წაიყვანს. იმიტომ რომ შეიძლება მნიშვნელოვანი არის მშობლების მხრიდან აი ეს ახლა თვითრეფლექსია, გაცნობიერება იმისა, რომ ჩემი ხედვა მის ხედვას არ ემთხვეოდეს და არც უნდა ემთხვეოდეს სხვანაირად პროგრესი ვერ მოხდება, ხო? აი ბუნებაში თუ შევხედავთ, რომ თუ რაღაცა მომენტში მნიშვნელოვანია ნაძვმა, პატარა ნაძვი დაჩრდილოს, რომ იმას სისტემა განუვითარდეს და გაიზარდოს, რაღაცა მომენტში მნიშვნელოვანია, რომ ის ნაძვი წაიქცეს, რომ მეორე ნაძვი გაიზარდოს. და ეს განცდა იმისა, რომ ჩვენ ვართ საფუძველი იმისა, რომ შვილებმა ჩვენს მერე გაიარონ, ძალიან მნიშვნელოვანია. და იმის განცდა, რომ რაღაცეებში მე შეიძლება უკან გავიწიო და მას მივცე საშუალება, რომ თავისი თქვას, თავისი ნახოს, თავისი იგრძნოს. თუმცა მე იქა ვარ, როდესაც ხიდი ჩატეხილია მაშინაც, როდესაც ჩვენ დაძაბული ურთიერთობები გვაქვს მაშინაც და ის თუ როგორ ვარ მე იქ განაპირობებს ის რამდენად მუბრუნდება ამ ხიდზე და შემომხედავს. რამდენად ვივლით საერთო ხიდზე ერთად. და რამდენად მოუნდება მე რომ მომკიდოს ხელი, როდესაც მე ვთქვათ ისე სწრაფად ვეღარ დავდივარ ამ ხიდზე და გადამიყვანოს. ან დამელოდოს და მომცეს საშუალება რომ მასთან ერთად გავიარო ის რაღაცა მონაკვეთი იმისთვის რომ მადლიერება გამოხატოს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ მომენტებში ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც ბრაზდებით, მშობლები, ჩვენც წენა გვიჩდება, ის დაძაბულობა ნეგატიურად ჩვენზეც აისახება და ვიცით რომ ბავშვები რომელსაც ქცევითი სირთულეები აქვს, ცალსახად ვთქვათ, აფუჭებენ ცხოვრების ხარისხს მშობლების ურთიერთობას ერთმანეთთან. მაგრამ ვიცით, ეს ნაწილია იმისა, რომ ეს ესე მუშაობს და რა უნდა გავაკეთოთ,
პრობლემები თავისით ვერ გადაიჭრება, ამოცანები თავისით ვერ ამოიხსნება და აი ეს ზუსტად აი ამ ჩვენი ყოველდღიურობაში ის სირთულეები, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ვისწავლოთ სოციალური ამოცანების ამოხსნა. უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ შეიძლება მე მეშლებოდეს როგორც მშობელს, არასწორად ვაკეთებდი და მქონდეს იმის საშუალება, რომ არასწორად ამოხსენ ეს სიტუაცია, მაგრამ ამაზე ღიად დაველაპარაკო ჩემს შვილთან. კიდევ ახლა მეორე თემა. მე თუ შევძელი და შვილი ღიად მელაპარაკება, მეც უნდა შემეძლოს, რომ ღიად ველაპარაკო. ეს არ არის. კითხვა მინდოდა და ამას ზუსტად. ნაწილი არ არის. თუ არ გეთანხმები. სულ ველოდებით, რომ შვილები უნდა გულწრფელად გველაპარაკებოდნენ. თუ არ ვეთანხმები მე, რატომ არ უნდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი შეხედულება? როგორ შემეცვლება მე შეხედულება, თუ მეთი უნდა გავაჟღერე ეს შეხედულება? ეს არის გარკვეული წახალისება იმისა, რომ შვილიც იყოს გულწრფელი ჩემთან და თუ ცალსახად არ ეთანხმება ჩემს მოსაზრებებს, ჩემს ქცევას, ჩემს შეთავაზებულ მოდელს ურთიერთობისა, ამის შესახებ მითხრას გულწრფელად და არა ჩუმად გულში შეინახოს და მე ამოხეთქოს ერთმანეთს სხვადასხვა ფორმით. კომუნიკაცია ღია არ არის, თუ ორივე მხარე არ საუბრობს და თუ ორივეს არ შეუძლია თავისი ემოციის გაზიარება, იმის თქმა, რომ აი ახლა ხო არ გეთანხმები მე და რაღაცნაირად მეწყინა ეს, რომ შენ ესე მკვახეთ მითხარი შენი შეხედულების შესახებ. აბა იქნებ დაფიქრდე მე რას ვამბობ, მე რა პოზიციიდან ვშელობ. ანუ ეს სიცხარის შემცირებაც შეიძლება იყოს მშობლის ამოცანა, იმიტომ რომ თქვა თუ გარდატეხის ასაკში მქონე ადამიანს ველაპარაკებით, წარმოვიდა მისი ასე ვთქვათ ემოციური ზვავი, თვითონაც მასაც წალეკავს და მეც წამლეკავს. ხანდახან წაგულეკავს ორივეს და იმ დღეს ვერც დავილაპარაკებთ და არაფერი აღარ მოხდება და მაგრამ ისევ ჩვენი პასუხისგებლობა ხიდი გავამთელოთ და ხელი გაუწოდოთ. და ამის მაგალითები, ხო, აი ვთქვათ, დაუგროვდა ერთხელ ეს გატყდა, იქვე დავხვდით, ხო, არ მოუწონეთ კარგი საქციელი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც რაღაცები არის თეთრი და შავი. რაღაცები არის ღირებულებითი ნაწილი, რაღაცები არის შეხედულებითი ნაწილი და მნიშვნელოვანია, რომ აი ამ დიალოგში ორივე მხარეს არგუმენტაციის შესაძლებლობა გქონდეს. მე გითხარი და მორჩა ეს არ არის არგუმენტი. მე ესე მგონია და მორჩა, ეს არ არის არგუმენტი. მარტო იმიტომ რომ მე მამა ვარ და შენ შვილი. ან შენ არ აქვს მნიშვნელობა რომელი მხარეა. მე ესე მგონია, ხო და ეხლა რაც მნიშვნელოვანია და 21 საუკუნეში ესეც რაზე დგას შენი არგუმენტი. ხო რა, საიდან მსჯელობ? შენ ესე დაინახე, შენ ესე. კი, ამას რაღაცა საბუწველი აქვს. მაგრამ აი მე ესე დავინახე, ან მე ესე წავიკითხე, ან მე ეს მითხრეს, ან მე ესე მგონია. და აი ეს ჩემი მგონია დგას იმაზე, რომ აი ბებია ჩემი ამას მეუბნეოდა. თქვათ, არა აქვს მაგას მნიშვნელობა. ოღონდ აქ კიდევ ერთი თემა არის, რომ როგორ შევძლოთ, რომ აი ეს ჩვენი კონფლიქტი გახდეს კონსტრუქციული, ესეთი თემა არის კონფლიქტის მართვაში, რომ გახდეს კონსტრუქციული და საბოლოო ჯამში შენც გქონდეს იმის განცდა, რომ შენიც გაიგეს და მეც გქონდეს იმის განცდა, რომ ჩემიც გაიგეს და ის სიტუაცია, რომელიც იდგა შეიძლება არც ისეთი მნიშვნელოვანი არის და უბრალოდ აი ეს ჩვენი საუბარი შედგა და აქ არის ესეთი თემა, რომ მამა-შვილობა ურთიერთობა არის. ეს არ არის მხოლოდ მოცემულობა, ბიოლოგიური მოცემულობა, რომელიც არის და რომელიც უპირობოდ გულისხმობს ძალისხმევა არ უნდა დავხარჯოთ. ყველა ურთიერთობა მოითხოვს ძალისხმევას, ორივე მხრიდან ძალისხმევას. ხანდახან გადაწონილია ერთი მხარე მეტი პასუხისგებლობა აქვს, რომ ძალისხმევა ჩადოს და ხანდახან შეიძლება ეს გასულ გადაწონილ მდგომარეობაშიც დარჩეს. მაგრამ შეგვიძლია რომ დავინახოთ სხვისი მონაწილეობის მნიშვნელობაც და ურთიერთობა არ არის ის რომ მხოლოდ მე ან ჩემი ირგვლივ ან ჩემი შეხედულების შესაბამისად და მნიშვნელოვანი რა ისე მოქნილობის თემას რო დაუბრუნდეთ როგორ შემიძლია რომ მე გავითვალისწინო მაშინაც კი თუ არ ვეთანხმები როგორ შემიძლია რომ მივეხმარო და აუხსნა რაშიც არ ვეთანხმები ან თუ ბოლომდე არ ვეთანხმები მივეხმარო და თავისი გზა გაიაროს ძალიან დიდი მადლობა მე მქონდა ერთი შეკითხვა მაგრამ სიმართლე გითხრათ სამომავლოდ შევინახავ ამ კითხვას იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვან თემასთან მივედით ბოლოს და თქვენი წერტილი უკავშირდებოდა იმას, რაც ყველაზე მეტად ჭირდება ნებისმიერ ოჯახს, ნებისმიერ საზოგადოებას და ნებისმიერ თაობას. იმიტომ რომ ამასთან დაკავშირებით არსებობს ფილოსოფიური ტრაქტატები, არსებობს მხატვრული ნაწარმოებები, არსებობს ისტორიული დრამები, ომებიც და არსებობს ყოველდღიური რეალობა
რეალობა, რომელიც არის ოჯახის შიგნით და კარს რომ გავაღებთ პირდაპირ ქუჩაში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ პირადად ჩემს შეხედულებასთან დაკავშირებული, რომ ჩემი პასუხისმგებლობა არის ჩემი შეხედულების სხვა ადამიანების შეხედულებებთან ურთიერთშეთანხმებად და ეს არის მნიშვნელოვანი ერთი ოჯახისთვისაც და მთლიანად საზოგადოებისთვის. ძალიან დიდი მადლობა ნინო დღევანდელი სტუმრობისთვის და საუბრისთვის. რასაკვირველია ჩვენ თანამშრომლობას გავაგრძელებთ. თუმცა მაყურებელს უნდა უთხრა, რომ ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკის სტუმარი გახლდათ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი ქალბატონი ნინო გოგიჩაძე და ჩვენ საუბრობდით მამებისა და შვილების ურთიერთობის ერთი მხრივ კანონზომიერებასა და მეორე მხრივ გასაღებზე, რომელმაც შეიძლება ძალიან ბევრი საკითხი საზოგადოების ცხოვრებაში განსხვავებულად დაგვანახოს და კვებითი შუქნიშანიც, რომელიც ამ თემასთან იქნება მისადაგებული. კვებითი შუქნიშანი ტრადიციულად გულისხმობს ფერებთან ასოცირებულ კვებით რეკომენდაციებს, როდესაც ჩვენ მწვანე ზონას მიუთითებთ ნებადართვით, ყვითელს სიფრთხილით, წითელს შეზღუდვით, ძალიან იშვიათად აკრძალვით და მთავარი სათქმელით მომაქცია ყურადღება. როდესაც ჩვენ საუბრობთ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ ოჯახში, მშობლებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი შვილის კვების მოდელი იყოს ძალიან სასარგებლო და აუცილებლად უნდა იყოს იმ პრინციპებზე დაფუძნებული, რასაც ჯანსაღი კვება გულისხმობს. ასეთ შემთხვევაში თქვენ აუცილებლად გაგახსენდებათ ის რამდენიმე სქემა, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ ჩვენს გადაცემაში და უპირველეს ყოვლისა, თქვენ გახსოვთ ძალიან მარტივად, ადვილად დასანახი და დასამახსოვრებელი, სულ ცოტა 5 ჯგუფი, სულ ცოტა 5 ფერის პროდუქტი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როდესაც ვამბობთ ხოლმე ცისარტყელა თეფშზე. რა ჯობია ამას, როდესაც მშობლების თაობა შვილებს ცალსახად უზიარებს ცოდნას იმის შესახებ, რაც სიცოცხლის ბოლომდე მათი ჯანმრთელობის საწინდარი იქნება. ანუ სწორად არჩეული პროდუქტები, სწორად მომზადებული კერძები, სწორად მირთმეული საკვები საზრდოთ. მაგრამ რა სჭირდება ჩვენს შვილს საზრდოთ მხოლოდ საჭმელი, თუ საზრდო, რომელიც გაცილებით მეტს იტევს თვითონ ქართულ ენაში და თქვენ წარმოიდგინეთ იმ სპეციალობაში და იმ დარგშიც, რომელსაც მე წარმოვადგენ, რადგან კვება არ არის მარტო საჭმლით დანაღრება. კვება არის უპირველეს ყოვლისა კომუნიკაცია, ადამიანების ურთიერთობის სოციალური წახნაგი, რომელიც გულისხმობს გაზიარებას ლუკმისა, ტრაპეზისა, გამოცდილებისა, ისტორიული ცოდნისა, ტრადიციისა, რომელიც კონკრეტული ფერმენტების სახით არის დაგროვილი ჩვენს ორგანიზმში, მხოლოდ იმიტომ, რომ მაგალითად ვაზის სამშობლო ვართ და ყურძენს 8000 წელი უკვე მივირთმევთ. და ამავე დროს ვიცით, როგორ შეიძლება ტრადიციის და ცოდნის გამოყენება თაობიდან თაობაში, იმისათვის, რომ ეს ცოდნა ქიმიურ დონეზეც კი არ დაგვეკარგოს. რასაკვირველია, მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ მცენარეული ბოჭკო ჭირდება ჩვენს ორგანიზმს. ვთქვათ, რომ მიკრობიომი და მიკრობიოტა განსაზღვრავს არა მარტო იმას, როგორ მოვინელებთ საკვებს, როგორი იქნება ჩვენი გულსის ზავხთა სისტემა და კიბოს განვითარების რისკი, არამედ იმასაც, როგორი გუნებგანწყობა გვაქვს. რამდენად კეთილგანწყობილები ვართ ერთმანეთის მიმართ და რამდენად ვახერხებთ ერთმანეთთან გაგებით ურთიერთობას. რამდენად უზრუნველყოფილია ჩვენი ორგანიზმი წყალით, რამდენად სწორად მუშაობს ჩვენი სხეული და რამდენად სწორად აღიქვამს მიღებულ ინფორმაციას, გადაამუშავებს, შეინახავს და გამოიყენებს სათანადოდ. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ აღვიქვავთ ფაქტებს და როგორ ვაფასებთ ფაქტებს. ასეთ შემთხვევაში წყლის და ცილის ურთიერთობას ჩვენს თავის ტვინში არსებითი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ჩვენი აზრები სხვა არაფერია, თუ არა ცილების წარმოქმნის და ცილების ურთიერთშეხამების გარკვეული კანონზომიერება. ყველამ ვიცით და რა თქმა უნდა, მამებიც შვილებს სიამოვნებით ეტყვიან, რომ დიახ, დიდი რაოდენობით ალკოჰოლის არარაციონალური გამოყენება არასწორია, რომ შაქრის და მარილის ცხიმიანი პროდუქტების არარაციონალური გამოყენება სარისკოა ჯანმრთელობისათვის. მაგრამ სინამდვილეში ჩვენ როგორ ვიქცევით? მაგალითად, ჩვენ შეიძლება წავახალისოთ ოჯახში
ვაჟკაცი, რომელიც მოგვესწრო და ძალიან მცირე ასაკში იმის გაუცნობიერებლად, რომ მისი ნერვული უჯრედები ყოველი ალკოჰოლის ულუფასთან ერთად ნადგურდება, მაინც შევთავაზოთ ტრადიციის შესანარჩუნებლად ჩვენთან ერთად გაიზიაროთ მაგალითად ალკოჰოლის მცირე ულუფა. ეს არის მამების პასუხისმგებლობა. არ დაგვავიწყდეს რა შეიძლება იყოს ჩვენი შვილებისათვის უსაფრთხო. რა გვაამაყებს და გვაამებს კი არა. რა არის ჩვენი შვილებისათვის უსაფრთხო, ისევე როგორც როდესაც ჩვენ მოგვინდება მწვანე ზონიდან საკვები შევთავაზოთ ჩვენ შვილებს. როდესაც ჩვენ მოგვინდება რომ ჩვენი შვილები მხოლოდ საღი პროდუქტებით და ჯანსაღად იკვებებოდნენ და როდესაც ძალიან დიდ მოთხოვნებს დაუყენებთ ჩვენ შვილებს, მათ გააკეთონ, მათ შეასრულონ. აუცილებლად გავიხსენოთ, ჩვენ რომელ საათზე მივირთმევთ. ჩვენ როგორ ულუფას ვარჩევთ. ჩვენ როგორ ვაკონტროლებთ ჩვენს წონას. ძალიან ხშირად მშობლების თაობა დაუდევრა, წინ დაუხედავად აძლევს შენიშვნას შვილებს წონის შესახებ. და მე მინდა გაგახსენოთ ჰარვარდის კვლევა. კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ 12-13 წლის ასაკში უნებურად მამის მიერ ნათქვამა შენიშვნამ და უნებურად ნათქვამა ფრაზა, რომელიც გულისხმობდა მაგალითად როგორ გამოიყურება მისი შვილი წონასთან დაკავშირებით, 30-31 წლის ასაკში ღრმა სტიგმა ჩამოაყალიბა წონასთან დაკავშირებული და როდესაც ასეთი მრავალმილიონიანი კვლევა ჩაატარეს, დადასტურა და რომ ამ ადამიანებს მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიან კარგად გამოიყურებიან, აქვთ გადაულახავი ეს სტიგმა, მხოლოდ იმიტომ, რომ 12-13 წლის ასაკში კიდევ ერთხელ გახსენებთ, უნებურად, დაუდევრად, გაცნობიერებლად ან გაუცნობიერებლად მამას ასეთი ფრაზა წამოსცდა წონაზე მინიშნებით. და კიდევ ერთი, ძალიან უცნაური საიდუმლოა ჩვენს ორგანიზმში. როდესაც ქალი ორსულად არის, ის გაძლიერებული მადით იღებს სხვადასხვა პროდუქტს. შეიძლება წონის დაგროვებაც დაიწყოს თვითონ და დააგროვებინოს წონა შვილსაც. და ამაში დამნაშავე აღმოჩნდა ერთი კონკრეტული გენი. გენი, რომელიც მამიდან გადაეცემა შვილს და როგორც კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევა ადასტურებს, უზრუნველყოფს ევოლუციურად დაცვას თავისი შვილისა. ამბობენ, რომ ამ გენით მამა იცავს შვილს, რომ შვილი იყოს კარგად გამოკვებილი ნაყოფის ფაზაში ყოფნისას, იმისათვის, რომ ჯანსაღად განვითარდეს მუცლადყოფნის პერიოდში და ჯანსაღად დაიბადოს. მაგრამ არის თუ არა ასეთი გენი ბავშვის ორგანიზმში, ანუ ნაყოფის ორგანიზმში, დედის მეტაბოლიზმით манипуляციის ინსტრუმენტი, აი ასე დასვეს კითხვა მეცნიერებმა და აღმოჩნდა, რომ დიახ, არის. ამიტომ ზოგჯერ ჩვენ უნებურად იმაზე დიდ გავლენას ვახდენთ ჩვენ შვილებზე, ვიდრე გონია. მაგალითად, როგორია ჩვენი კუჭნაწლავის სისტემა. ნაწლავი ხომ ჩვენი პასპორტია, ისევე როგორც გენური ინფორმაცია. სულ 3 ძირითადი ტიპის ნაწლავი გვაქვს და ამის გაზიარებას ჩვენ ვახერხებთ ჩვენი შემდგომი თაობებისათვის, ისე რომ ზოგიერთ მათგანს ვერც კი გავიცნობთ. ჩვენ მაგალითად შეგვიძლია ჩვენი ცხოვრების წესით შევცვალოთ ჩვენი მიკრობიომი და მიკრობიოტა და აქედან გამომდინარე შევცვალოთ ჩვენი შემდგომი თაობების ბედი. ამიტომ პასუხისმგებლობა, რომელიც აქვს მამას, ამ შემთხვევაში მოდით განვაზოგადებთ და მშობელს, რადგან თქვენ ძალიან კარგად მიგვიხდით, ჩვენ არ გულისხმობთ ბიოლოგიურად მამებს, ჩვენ გულისხმობთ უფროს თაობას, უმცროსი თაობის მიმართ პასუხისმგებლობას. ეს არის ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობა. ეს არის ჩვენი ცხოვრების წესი, რომელიც ორგანიზმის ჯანმრთელობას უზრუნველყოფს ჩვენს ფიზიკურ, მენტალურ და სოციალურ კეთილდღეობას, იმიტომ რომ ადამიანი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ სხეული. ადამიანის სხეული არის მხოლოდ ჭურჭელი იმისთვის, რასაც სინამდვილეში ჩვენ წარმოვადგენთ და ასე გათითო-კაცებულები, მერე ერთად შეკრულები ვქმნით საზოგადოებას. ამიტომ როგორი იქნება ჩვენი დამოკიდებულება საზოგადოების შიგნით, უჯრედის შიგნით, ანუ ჩვენი ოჯახის შიგნით დამოკიდებულია არა მარტო იმაზე, როგორ დავაპურებთ ჩვენ შვილებს, პირდაპირ გაგებით, პურითა და თქვათ სხვა პროდუქტებით, როგორ საზრდოს მივაწვდით მათ ორგანიზმს საკვების და საჭმელის სახით, არამედ როგორ საზრდოს მივაწვდით მათ ზოგადად, რომელიც საჭმელ სასმელთან ერთად ყველა იმ ფაქტორს გულისხმობს, რაც საბოლოო ჯამში განსაზღვრავს იმას, ვინ ვართ ჩვენ. ეს იყო დღევანდელი ჩვენი სათქმელი. ხვალამდე გემშვიდობებით ტრადიციულად ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.